დღეს 2026 წლის 19 თებერვალია და 105 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მარო მაყაშვილი საქართველოსთვის დაიღუპა და მარო მაყაშვილი არის პირველი ქალი, რომელმაც მიიღო ეროვნული გმირი ქალის წოდება. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ დღეს ჩატარდა თამარ ლორთქიფანიძის პროცესი და ჩვენ გარდა თამარ ლორთქიფანიძისა ყავს სხვა პოლიტპატიმარი ქალებიც, მაგალითად როგორიც არის ზია ამაღლობელი. მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღევანდელ პროცესზე და წინა პროცესებზე დადგინდა ის, რომ დამკავებელმა პირმა გააყალბა დაკავების ოქმი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ აღნიშნული თავადვე კრიტიკული ჯვარედინი დაკითხვის შედეგად აღიარა. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ წინა პროცესზე ეფექტური ჯვარედინის ფარგლებში, როდესაც დავკითხეთ მეორე გამომძიებელი, მან აღიარა ის, რომ თამარ ლორთქიფანიძე გააშიშვა, მაგრამ დღევანდელ პროცესზე ისინი ვერ თანხმდებოდნენ ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება აღნიშნული მანქანაში განხორციელდა თუ პოლიციის განყოფილებაში. ასევე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ მართალია თამარ ლორთქიფანიძე მანქანაზე ავიდა, მაგრამ რამ მიიყვანა თამარ ლორთქიფანიძე აქამდე და ეს ყველაფერი ხომ არ იყო გამოწვეული იმ პროტესტით, რომ მისი შვილი აწამეს და ეს კადრებიც არსებობს. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართული სამართლის პრაქტიკაში ჩვენ გვაქვს кейსები, როდესაც არა საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქე პირებიც კი პოლიციის მანქანაზე ასვლის გამო უბრალოდ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიეცემიან, ხოლო თუ მძიმე შემთხვევა არის ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით ედავებიან. ხოლო თამარ ლორთქიფანიძესთან მიმართებით პოლიციამ მანქანაც კი არ ამოიღო, რომლის დაზიანებასაც კი შეიძლება ედავებოდნენ თამარ ლორთქიფანიძეს. მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ 26 თებერვალს გაიმართება თამარ ლორთქიფანიძის შემდეგი პროცესი და ჩვენ კიდევ ვიხილავთ ისეთ რიგ დარღვევებს, როგორი დარღვევებიც პოლიციას ყველა პოლიტიკურ საქმესთან დაკავშირებით ახასიათებს.